კლავჭიდელ გოგოს თუ შეუშვებდი ოჯახში. აი ხა რო გადახე. რატო გინდა რომ დამღალო ისე დაღლილი? სურამელაშვილი? ლოკა ნო. კია. შენ ხარ ბაჩო საგინაშვილი. გვარს უკვე ნელ-ნელა ამართლა. რა? სოყურის ხომ 10 სექსუალურ ხმას გამოსცემს. შენ ძალიან დაკვირვიცის. თუ მოგვიწევს როდის მე დალევანი თუ გადავწევთ მე როხელს. იდი! აგრე! არდია! გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ისტის და ვესტის ორთაბრძოლებზე. პირველი ბრძოლა გააგო ქართველმა ბულგარელთან, თუ არ ვცდები, ახლა მეორე ბრძოლაა და მეორეს ვიგებთ. ვიმყოფებით ჩიმსუანგ პლაზაში, კი არა, ჰუალინგ პლაზაში. აი, ნახეთ, რამდენი ხალხი არის მოსული, სავსეა დარბაზი, ხალხი, ძალიან ბევრი ქართველი ესწრება და ამ ღონისძიებაზე მე ვარ ნამყოფი დუბაიში, თურქეთში და უკვე პირდაპირ აქ ჩამოიტანეს ახლა რა. თავარი ორთაბრძოლა არის ლარატი, ხდება კვიკვინია, ესენი არიან ორგანიზატორები. რაღაცაზე ბაზრობენ, არ ვიცი, რაღაც გაუგებრობა არის. Ladies and gentlemen, right here for Pacho! Science Field! არ ვიცი, მე ეს ბიჭი არ მინახავს. მოიგო რა, ბაჩო საგინაშვილმა პირველი ქართული ორთაბრძოლა. გილოცავ გამარჯვებას. ესე იგი აბსოლუტურ წონაში მოიგე თუ 105 კილო კატეგორიაში. 105 ეგ ბოლოა, ხო? არა, საშუალო. 95 105. მერე 115 და მერე 115 პლუს. შენ ხარ ბაჩო საგინაშვილი. გვარს უკვე ნელ-ნელა ამართლა. ხო, რამდენი წლის ხარ? 20. წონაში მომატებას აპირებ ლევანივი თუ აქ იქნები? შვიდაც. ნელ-ნელა ჯერჯერობით. ეს პირველი იყო შენ? არა, ამ შეჯიბრზე მეორედ გამოვედი და ორივეჯერ მოვიგე. ორივეჯერ მოიგე. წინაზე თურქეთში იყო შეჯიბრი. თურქეთში ვიყავი მე. ეხა რო იყო? არა, მეშვიდე ივენთი იყო 2 წლის უკან. 2 წლის უკან არ ვიყავ. და იქაც მოიგე. კი, აი ის ამერიკელი სპორტსმენი იყო და ანუ ეს. ჯერჯერობით 100%-იანი შედეგი და. კი, ჯერჯერობით კი. შემდეგი ბრძოლა არ იცი ჯერ. არა, ჯერჯერობით არ ვიცი, თვითონ შემომთავაზებენ და რამდენიმე თვეში შედგება ჩვენი ის. ჩვენიერი წარმატებები. აი, მაგარჯანზია ძმაო, მაგარჯანს. ეს არის ბაბულიკა კლავჭიდელი რა. ვერელია, მოიხსნა სათვალე, გადაწევს და მე ესე გაიკეთებს და წავა. ესე გამოვიდა რა. ვერაზე იყო გადმოვიდა ვარკეთილში. უცებ გადმოიძინა რა. აი მოვიყვანე ჩემი პატარა ძმა. ხელი ჩაკიდები. როგორ მოგწევს ჩემი სამყარო? ძალიან მაგარია ძმაო. შენ რატო ისვენებ? მე ხახას მქონდა ამერიკაში შეჯიბრი. ხა ველოდებით ჩემს მოწინააღმდეგეს. ანუ ეს მაიკლ ტოდი და ერმეს გასპარინი გადაწევენ ხელს და იმათში გამარჯვებას უნდა შევხვდე მე. გასპარინმა თუ მოგიწია? გადავწევი ისევ გასპარინი. გადავწევი ისევ, არ კიდია. რა პრობლემა არის? ეხა მოდი მოკლე ის მითხარი შინაარსი ამ ღონისძიების რა. ეს აი ძალიან მოკლედ რო გითხრა, როგორც MMA-ში არის UFC, ეს არის მკლავჭიდის UFC, ეს Eastern West. გასაგებია. ეს არის უმაღლესი დონე. AM Table არის, ხო? არა, ეს არის Eastern West. King of the Table და Eastern West არის ერთი ორგანიზაცია. ანუ იქ რო ჩემპიონი ხდები, აქაც ჩემპიონი ხდები. ანუ სხვადასხვა სახელით ტარდება, მაგრამ ერთი სეტკა ასე თქვა. ერთი რეიტინგია რა. ხო, ერთი კუტოკი. და ფლობელიც ერთი არის. ერთი ორგანიზაცია ატარებს. რა ქვია ამის ფლობელი? ენგინ ტერზი და რობერტ ბაქსტერი ორნი არის. რამდენი ქართველი მონაწილეობს? ბაჩო საგინაშვილი გაიჩიტა? შენი ვინმე არის? ჩემი მოგვარია და ერთი რაიონიდან. უბრალოდ მოგვარია? წამოშო. ანუ ესე იგი საგინაშვილებში ის არის, ხო? ძალა გერჩით თქვენ. ანუ ქართველი მონაწილეობს რამდენი? ვასილ დაუთაშვილი, ბაჩო საგინაშვილი, ბეთქილიონიანი, ირაკლი ზირაქაშვილი და გენადი კოკვინი. და ანუ ვესტში არის გასპარინიც ვნახე მე. დასავლეთი აღმოსავლეთი. ჩვენ აღმოსავლეთი. მაღდი ის არის ეგ თემა? დასავლეთიდან ახარ შენ წარმოშობ. შენ დასავლეთიდან. მეც დასავლეთიდან ვარ და ეს გასპარინი არა, ეგ არის. ძალიან დასავლეთიდან. ანუ ზუგდიდელია. ფოკერს იქით. ეხო იტალიელია. რაღაც პონჩი დასავლეთია. ნუ აღმოსავლეთად ითვლება. ანუ დასავლეთი ჩვენ ვართ და აღმოსავლეთი ამერიკიდან არიან თუ ვინ არის? არა, პირიქით. ბულგარელები. პირიქით არა. ხო, ბულგარელები არიან. ბულგარელმა ხომ მოუგო ქართულზე. ევროპელები არის აღმოსავლეთი და დასავლეთი არის ამერიკა, კანადა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დასავლეთში ვართ, ყველა ქართველი დასავლეთშია?
რატო გინდა რომ დამღალო ის დაღლილი? ისტი და ვესტი ხო? ხო. იქითაც არიან ქართველები და აქეთაც? მაგდან არ წარმოვიდგინე რომ ეგრე იყოს. აზზე არ არის ხო გეუბნება. მე მეუბნება. ნოდის ესე იქა ამ შეჯიბრებაზე ხელს გადაწერი შიგნით რა ხდება მაგრად არ არის. პრინციპში არც არის საჭირო რომ იცო. რა თავია ის ვიცი ხა რა. ხო უნდა გადავწიოდო. ბოლომდე წესებიც არ ვიცი შევეცო. აი ეს რა არის? კოკაინი ყრია თუ რა? სადაური ფქვილია. დასავლეთის ფქვილი არის? კოლუმბიიდან ჩამოვიტანეთ და შეგიძლია ხელზე წაისვას შენ. აქ არის ხო კაცო? დაკრა ცოტა რა. ესკობარის ბიძაშვილმა მოაწოდა საჩუქრად. ბიძაშვილმა? ალალმა, ღვიძლმა. კი, ბიჭებო, კაროჩე იგულავთ. Are we doing champion? This is Hello! How are you? I'm feeling good to be in Georgia, standing with the king of Georgia. But Joking aside, I'm in Georgia, I'm very best. amazing. Right. Let me see this as well. See this as well. ხარი ყავს მოკლული. Amazing. პინკალი, ხაბაბი, ხაჭაპური. You have to translate. I don't understand. about Georgian food. You try? Perfect. I absolutely love Georgian food. We went to a restaurant very close to here. It was beautiful. Wine. I love wine. Bediani, Georgian winery. ბედიანი. They are a Georgian wine company, very famous in England. Veliani. Bediani, beautiful. თელიანი ველი. თელიანი ველი. თელიანი. Thank you. It's an honor to be in Georgia. The აბა დავაი. ზმანებს იკერავს ხოლმე სპეციალურად. მაგიტოაც ზია სურამელაშვილები? მაგარი კაცი. კითხავ, სურამელაშვილი? Oh, look at those. Kia. These are from Las Vegas, Nevada. I need these because I'm pretty fat, not so fast. And these are magic shoes. They make you fast. What size are your feet? Size 44. They're way too big. 48. 48. This is Niangi, yes? Yes. Oh, Niangis ტყავია. აბა, good luck. Good to meet you guys. როგორი ფეხსაცმელია, იცი? რო იღლები დაყავ. ცოცხალი ორგანიზმია. კარგები იყო, არა, მე მომეწონა. ეგეთები უნდა შევიკერა. ცოცხალია რა, აჭმევს და რაღაც დროების მიქრები. გო ბაბულიკამ აი იქიდან დაუძახეს ვერელებმა რომ საღოლ ბაბუ რაღაცა ძალიან ჩვეულებრივად არ ნერვიულობ არაფერი სააქრამე შანსი რავი შანსი ყოველთვის არსებობს მაგრამ მე მაგარ ფორმაში ვარ ეს არის საღამოს კულმინაცია ხო კი ეს რა უნდა თქვენ შორის გამარჯვებული ვინმე ხდება თუ როგორ არის ეხა დეონი ხო ნომერ მეორეა ლევანის მერე ხო თუ მოუგებ მე ვიქნებ მეორე და მერე რა ვიცი თუ მოგვიწევს როდის მე და ლევანი თუ გადავწევთ მე ხელს მაგრამ ეხა ჯერ არა ხო ჯერ არა ხო მე გავიზდები მე წონას მოვიმატებ და მერე რა მაგარია პირველი მეორე თუ ქართველი იქნება მესამეც ქართველი ხო არა გერჯერობით არ არის მოსალოდნელი არ როგორც ზირაქიშვილი ზირაქას ჯერ წონის მატება მოუწევს თავიწონი კატეგორიაში ქამარი ხო გარდამავალი დასაცავი და კარგად მიუყვება თავის საქმეს კარგად მიდის თუ ეხა მოიგო ქამარს იტოვებს სამდამ თუ არ და მგონი ავტოსპორტში გადადის მე ეგ მაგის გამო მოსალოდნელი მაგის სხვათა შორის დღეს ხო გამოდის თუ არა კი დღეს გამოდის ეგეც შენი ბრძოლის წინ არის ალბათ ხო ერთ-ერთი ზირაქასი და მე ჩემი ტოპ ბრძოლა ბრძოლა შედის ბეთქილიონიანიც კიდე მე რა მაინტერესებს იცი რაღაც გამოცდილება მაქვს ან დიდასაკშიც შეიძლება შენ შეგიძლია და ბავშვობაში მქონდა მარჯვენა ხელის ისა რაღაც გამოცდილება და თუ შეიძლება რომ გამომადგეს რა სკილები კი ბატონო თუ გინდა მიგასწავლით მწვრთნელს ასწავლის ხო პრეცუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გასწავლის კლავჭიძე ბაზარი არ არის ანუ ისე არ მივალ ეხა სუფთა ფურცლიდან რა რაღაც მითი მივდივარ რაღაც არაჭამეთ ხინკალი ქაბაბი რაღაც ლარატმა გადაჭამა მე მგონი თბილისი აქ მოიმატა 10 კილო რა მოიმატა ხო შეერგოს კაია ძმა პახმელიაზე ხო არ არის პახმელია ხვალ იქნება დღეს დაალევ პახმელიას გადავუღებ გაკრას რისი პახმელია იქნება შენი ჩემიც იქნება აი წარმატებები აბა გადაუწიე ძმაო უცებ აბა ისე ვერ გადაწე ეს მეგრულად უცებ გადაუწე წავ ნომერ მეორე კლავჭიდელისთვის გადაწეული მაქვს ხელი ოღონ უცებ ეს ახალი სპორტია უცებ ხელის გადაწე ეხლა ხალების არის რა მაგრამ მიყვარს ხალების კლავჭიდი რა ხალების ჩოგბურჩი რო არის ამათთან არ არის რამე ამაზე ნახოთ ეხა გავიგოთ. გონი არ მიყურებია ქალების კლავჭიდი, არ მახსოვს ზუსტად. თურქეთში მიყურებია, მაგას არ დავკვირვები ვარ რა. ყველა ისე დადის რაღაც. მეც ხوار გავიხადო.
ხო ხარ მაგრად. შენ როგორ აქ ჭირს? Просто აქ რაშვი. აი, შემზადები, გავხურდი ერთხელ, მეორეთაც უნდა გავხურდე და რთულია? საკმაოდ ვინ შეიძლება ჩემ წვანში ყველაზე რთული იყოს ესა ყველაზე რთული. ხო, ხوارნერ ვიმო ცოტას. არა, ადრე მომიგო 2 წელნახევრის წინ მომიგო რა და ზედაიკი. დედას შეხედე რა ამბავია, შეხედე რა. აქ წაგება შეიძლება. ვიცი როგორ დამპირდნენ ერთი. ერიკეთ უნდა იმოქმედოს. მინიმუმ 100 ჩემი ძალიან ახლობელი 100 ადამიანი და თუ წაგება, ცემაცემით უნდა გაგატაროთო და როგორ შეიძლება. ხა ეგ ძალიან ის არის. ხო, მე ვთხარი რა და შენ ძლიერი ხარ იმაზე, ვიცი. ო, კი, რავი, რეიტინგში როგორ არის? რეიტინგში ის ჩამოვიდა ახლა ჩემ წვანში, მე პირველი ნომერი ვარ ჩემ წვანში. ხო, მე და მოვიგო რა. უეჭველი ძმაო, არანაირად. ესე გავს ის ტიპი. რომელი? ჩემი ისე შენ წვენი რა ქონდეს გავს. მოდი თუ გინდა ივარჯიშე ჩემზე. თავი გნახა მარტყმელი. მიდი აბა შენიცი ძმაო, შენთანა ვარ, აბა. აი მომავალი პარლამენტარების შეკრება, ახლა აქ ეს კლავჭიდელები არ მიდიან რაღაც პოლიტიკაში. თქვენ რატო არ მიდიხართ ხოლმე პოლიტიკაში? მე უკვე პოლიტიკაშია. აი ეს ყოფილა. ჩოგბურთზე ხო არის? აქ გძელი ის ყოფილა. მაზოხისტური ხმებია. გძელი გაბმული ხმა. განცირული. ხო. hard ხმებია. ქალებში. ხო. კაცებში? კაცებშიც ხდება ხო. კაცები თუ დასტოენია. რა? ის როგორიც ხომ სექსუალურ ხმას გამოსცემს. შენ ძალიან დაკვირვიცის. ჩაღრმავები ხარ. რამე ისინი ხო არა გაქვს? არა, არაფერი. ზვაკაცური ხო? ხშირად გვესმის ხოლმე. გასაგებია. მე არ დავკვირვები. ის დროს გეუბნები, ბიჭო, ცუდი არის. ხო, ხელისწვევის დროს. არ დავკვირვები ვარ. ხედა, როგორი ის ქონია, dirty mind-ი. ცოტა ხავს. აი ხარა. ანუ არა თავს. არა, რა. აი კლავჭიდელ გოგოს აგირიგებს მაგრამ. მართლა? ხო, ოღონდ ცოტა მოშორებულში უნდა ვიცხოვრო. მეზობლებმა ვარ. ვარ გავიდეს ხმა მეზობელთან. მეგორი შენი ხმა გავა. კორპუსში ვერ ვიცხოვ. ჩემი ხმა გავა. ხმა გავა. აქეთ მივიდეთ ოლიმპიელები არიან. აი აქედან მოვედი მოულოდნელად. როგორ ახარ? როგორ გიკითხოთ? აი გამარჯობა. კლავჭიდში ხო არ აპირებთ? არა, გადაიფიქრე. უყურებდი და არა. ძიუდოში დამოვწუროთ და პარალელურად არ შეიძლება, ხო? არა, ორი სპორტი ერთად არა. კლავჭიდელ გოგოს თუ შეუშვებდი ოჯახში. გააჩნია. აი რა ეხა რო გადახედო რა წილკი. ამათ არა. ამათ კონკრეტულად არა, ხო? სხვა რა ხდება შენ კარიერაში? ისთვის ემზადები ახლა. ვემზადებით ახლა ზოგადად ოლიმპიადისთვის ემზადება ყველა ოლიმპიური სპორტსმენი. არა, ამ წელს ახლა წლით თუ რამდენი დარჩა? 3 წელი. 3 წელი უკვე 4 წელზე ნაკლები. ახლა წელს ნაბიჯებია რომ ევროპა მსოფლიო უნდა მოვიგოთ რა. წელს როდის არის? ივნისშია მსოფლიო და მანამდე აპრილში არის ევროპა რა. მზად ახარ ესე იგი. გევასება კლავჭიდი? კი, გულშემატკივრობ ბიჭებს ან ახლოს ვიცნობ და ირაკლის გულშემატკივრობ მოვედით რა. ირაკლის გულშემატკივრობ მე იმას ხო არ გულშემატკივრებ, მაგრამ მაგარი რთული ბრძოლა იქნება, ხო? ირაკლის იმედი გვაქვს რა. თქვენთვის გულშემატკივრობ. მეც ირაკლისთან ვარ მოსული და ძალით მოიყვანე, არ ევასებათ ხო ამას? ირაკლის გარდა უცხოელები ვინ გევასებათ? რა ვილარატი ყველა მიცის. ხო, მაგრამ ქართველებმა გავიგდეთ იმენ. კი, ხა ლევანთან არაფერი მოსატანია. კვიკვინია, რას უზავს? მოუგებს აუცილებლად. ხო, უნდა მოუგოს. ძალიან კაი ბიჭებო, წარმატებებს გისურვებ, აბა. არა, ხო, არა. ჩოგბურთში ხო არის ხმები რაღაცა? ხო, უფრო მიმზიდო. ჩოგბურთელს უფრო შეუშვებ, ხო? აბა, მაგრად იყავით, ოქროები ხართ და წარმატებები. გასახელეთ, აბა. აგერ ძმაო, ამ ქალმა მოიგო კამარი, შეიტანა ოჯახში, რავი. აი ამ ორ შორის ერმეს გასპარინსა და მაიკლ ტოდს შორის გამარჯვებულს შეხვდება ლევანი შემდეგ ბრძოლაში. გასპარინისთვის მოგებული აქვს უკვე დუბაიში. თუ გასპარინმა მოიგო, მოუგებს კიდე და იმტეცაც მოუგეს რა პრობლემა არის. ჩვენ გატრუხებული გვაქვს კლავჭით. შენ ახლა ვინ გაწყობს უფრო? ხებსულერთი. სახალი არ გირჩევნია? ხო, მაიკლი მაინც გირჩევნია, მაგრამ მოუგო გასპარინმა. მაიკლი გირჩევნია, სიახლე იქნება, ხო? არა, გაუჭირდება. მოუგო, ჩავიგო. ვინ მოიგო ახლა? იტალიები. ერთი მაჭამა. ეს რა არის? არა. ადრის პონჩი შევჭამ რა. ეგარა. გასპარინმა მოიგო, მაგრამ ლევანს მაინც არ შეახვედრებენ, იმიტომ რომ უკვე შეხვდა და სხვა მეტოქეს მოუძებნიან. აზრი არა აქვს. ინტერესი უნდათ რომ ბრძოლას კონდეს ეთყობა რა. ეხლა კი მიმდინარეობს ირაკიშვილის ბრძოლა. ნახოთ რა იქნება. 0-1 აგებს. გულშემატკივრობ, აბა უფრო აქტიურად უნდა მოიგოს. უნდა გამაიყვანოს. ვარა, ბრძოლა. მიდი! ადრე! არ
2-1-ია, წინ გავედით. კარგია, აუცილებლად მოვიგებთ. მაგ ორი ხელი ვერ გიჭირ. ძალა და მიდი. ანუ ეკაჩი. აკეთდა დააჭი. ნერვიულობენ ბიჭები ძალიან. ორი მაგრა დაიცა. აქ არის პატარა ისა. დოლარიანი ხო არა? მარც ქაღალდის ფული არა გაქვს რამე. ქაღალდის ფული არა. თან იღებ თუ არ იღებ? კი, ვიღებ. აქ არის მორჩენილი რა პატარა. ამის დრო კი არ არის ეხა, მაგრამ просто მაგრა ნერვიულობ რა და დაგიბრუნე. ავიტერუია იგებ ხარი. სამწუხაროდ დამარცხდა ირაკლი, არა უშავს, ძალიან ძლიერი მეტოქე იყო და მალე იქნება რევანში, ჩემი აზრით. რა ესე არ დასრულდება ძმა. არა უშავს, მაგარი ბიჭია, მომავალში უეჭველი, ამას გამოასწორებს ყველა ვარიანტში. ხა შენი ოცია. There are no limits. Of Europe and a multiple WEF champion of the world. Ladies and gentlemen, welcome Gennady. თმები ამოსულია თურქეთში რომ ვიყავი არ ქონათ ხო მე არ ამომდის თმები და ამას ამოსდის ან მაგარ ფორმაშია შესული იმედია ამ დღეს დავასრულებთ ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება აიყო ესე იგი ეშინია რადგან ესე ჭინჭყლობს მიდი გენადი არ ჩაითვალა? ერთი გულა გენადი. ოპანა, ისარიგა. სულ საქართველოს დროშიანი მაიკა აცვია ის. რასაც ნიშნავს? პატივისცემს. ძალიან დაძაბული არის. ეთყობა ისიც მოქმედებს რომ ამდენი ხალხი უყურებს და რაღაცა ის ზირაქას შემთხვევაში მაგან შეიძლება უარყოფითად იმოქმედა რომ რაღაცა სტრესი არის რა წნეხი ვა დაადებინე ხედა ჯარიმა იყო კიდე კაი ეხა გენადი და ჯარი ჩვენ არ გვაღებინებენ აი ბრძოლას და ჩუმად მაგიდას დადებული კამერა ბოთლებში და თებშებში დამალე და იქიდან გვექნება კადრი წესით თუ ვიღაცა აყლაყუდა დაждდა წინ მე მგონი და ნახოთაბა ერთი ცუდია აი ხა რო დააკამბეკოს სერიოზული იქნება გაგიჟდება ხალხი დააკამბეკოს რა არეჭყობად ვიდო ჯარიმა თუ ისეთულება სოლიც ამოვიდა სცენაზე ეს გაგრძელდება დილამდე სოლი ჭყუბობს ესეთი მოგების დედას მე თუ მოიგო ტვენი
სამწუხაროდ დავმარცხდით. ყოჩა გამკაცსაც რა. ბოლო ისე მოიგოდა. ანამდე იმენა. Браво. აქ რა მოხდა? სრული გაუგებრობაა ძმაო. ძალიან მოულოდნელი შედეგები არის, ძალიან ცუდი შედეგები. ცუდი შედეგები. ქართველებისთვის რავი 5 მონაწილე იყო, 4 წააგო რა. არა უშავს, წინ არის ყველაფერი. იმან ჩაიცვა ეს. მეგობრული ჟესტი გამოვიდა, გაცვალეს პასაცმელები. ქედი მოიხარა ქართველების წინაშე. აბა თუ მიცნობს, ცოლი ეძახის. Hello. How are you? Yeah, good. ქართული ისწავლე? ქართული. ჯორჯია. გამარჯობა. Sakartvelo. Georgian flag, yes. Georgia, yes. წარმატებები. ვერ მიცნობ, დაბერდა უეჭველი. ეთქვა ახლა ემოციებში არ. ძლივს მოიგო. ცოლი მენაო, მაგრამ უშლის რაღაცეებს რა. დალევასაც უშლის უეჭველი. ეს ეყავს რა, იმიტოა ეს ამასაკში და ესეთი მაგარი რო არის. ამოვიდეს გენადი. არა უშავს მეგობარო, წინ არის ყველაფერი. ჯერ პატარა ხარ ლარათან შედარებით და ესე იგი ერთით-ერთია და შემდეგი როდის გეგმავთ? ხება რევანში. საქართველოში ჩატარდება კიდე მომავალში და აუცილებლად ჩვენი შეხვედრა. რა საბრალებ ამ წარუმატებლობას? ოპერაციის მერე ჩემი ხელი მაქსიმალურად შეიცვალა რა, სხვა კუთხეები გაძლიერდა. ჭინჭყლობას არა? არა, ჭინჭყლობას ეხა ეს მაგის სტილია და ზოგადად მეც არ ვაკლებ ეხა მაგას ვერ დავაბრალებ როგორც ასეთი. მეც ნერვებზე მუშაობ ზოგადად ეგეთ სპორტსმენი ვარ. არც ნერვები 90-იანები ვარ, აქედან დავიწყოთ ეს ნერვების მოშლა დაში იყო ჩვენ დროს და ეს არაფერი რა, ჩვეულებრივად. უბრალოდ მე ვთვლი რომ რაღაცები გამოსასწორებელი მაქვს იმ კუთხით რომ რასაც არ ველოდი, ძალა იქ ვიგრძენი ხა ამ გადაწევით. ისე უარჯიშია. თურქეთში ვიყავ, თმების ქონა ამოსული დაჟე. ხო, კი. თმები მე ვერ ამოვიყვანე და ინას ამოვიყვანე. ხო, არა, არ მინდა არ ჭირდება, მაგრამ ისე იყო რა, ჯანზე იყო. კი, ხელშიც იგრძენი, ხო, იმენა ფორმაში იყო რა. კი, ალბათ ზოლა რაც ისე მოუგებდი, მაგრამ ვიცი. ვარჯიშობს უეჭველი, ცოლი ავარჯიშებს. ცოლი ყავს წვნელი კი. ხო, მაგა ისე ყავს რა, ნუ ეწეღანს ინტერვიუს წელდა, გაიყვან, გამოდიო და არ დალიო, არ გაერიო ცუდ ბიჭებში. წარმატებები, მაგრამ წავედით მეგობრებო, ჩვენც დავამთავრეთ აქ ეს სიუჟეტი. იმედია მოგეწონებოდათ. მე წავედი, აბა კარგად ვზანდებოდეთ, არხი გამოიწერეთ. აბა აჩუ. აბა მაგრამ გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.